და საქართველოს პარლამენტის უკანასკნელი ორი მოწვევის დეპუტატი. დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ უკვე ბრძანდებოდით ჩვენთან ერთხელ. ერთხელ უკვე მოვყევრო. ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა მას მერე. რა შეიცვალა? ამას რა მოგენებით ვისაუბრებთ, ეს კითხვა შეიქნება. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება თქვენი ავტოდოსი. კი ბატონო, დავიბადე 1971 წლის 31 ივლისს ქალაქ თბილისში. 88 წელს დავამთავრე 166 საშუალო სკოლა. ვერცხლის მედალზე ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დავამთავრე ორი ფაკულტეტი, ერთი საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის წარჩინებით კვალიფიკაცია იურისტი და მეორე ბიზნესის უმაღლესი სკოლა, კვალიფიკაცია ეკონომისტი. 1998 წელს არჩეული ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრად, ვიყავი იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოსი, 99 წელს ამირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. ყავს მეუღლე და 4 ვაჟი. მე თუ კობამ ბევრი რაღაცა მომაგონა, მეც დაოჯახებული ვარ. ყავს პოლიტიკამ ოჯახი დავიწყოთ. შენაც კი არ დავიწყოთ რა ისე. აი, ყავს მეუღლე, ყავდა 3 შვილი, ყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მაშასე ინტერაქტივის ნომრები გთხოვთ ეკრანზე. ბატონ კობა დავითაშვილის მხარდამჭერებს უკვე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 919411, ხოლო ბატონ გურამ შარაძის მხარდამჭერებმა დარეკეთ ნომერზე 919422. მოკლედ დროებითი ზღვარის რეგლამენტის შესახებ პირველი რაუნდი ჩემი კითხვები თქვენთან, მეორე რაუნდი ეს არის შეკითხვები დარბაზიდან, ჯვარედნად დასმული, მესამე რაუნდი შეკითხვები ერთმანეთთან. და ბოლოს თუ ამის დრო დაგვრჩება, შემაჯამებელი რეპლიკები და ალბათ გვექნება ასევე სატელეფონო ზარებით სტუდიაში. ესეთია ჩვენი რეგლამენტი. თუ მაქვს თქვენი თანხმობა, გავხსნათ პირველი რაუნდი. რა გქონდეთ რა მაინც გასული. მაქვს თანხმობა დროების ზღვარზე პირველი რაუნდი. ბრუნდებით დროების ზღვარზე და ვთხოვ გლდანის მოსახლეობას დარეკონ და კითხვებით მიმართონ საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. შეკითხვით ბატონ კობა დავითაშვილთან 91, 92, 18. შეკითხვით ბატონ გურამ შარაძესთან 91, 92, 30. და პირველი შეკითხვა თქვენთან ბატონო კობა, რატომ გლდანი? მოგეხსენებათ, გლდანის რაიონი წარმოადგენს გარკვეულ ნაკრებს მთლიანად საქართველოს. ორი წუთი ბატონ კობას. აქედან, ასე ვთქვათ, დიდი წილი არის თვითონ თბილისის სხვადასხვა უბნებიდან გადასახლებული ადამიანები, რომლებიც მატერიალურ სიდიხვჭირის გამო ვიდიდნენ თავის ბინებს იქ, სადაც ცხოვრობდნენ და მიდიოდნენ გლდანში. ასევე ძალიან ბევრია გლდანში რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობაც და არჩევნებისთვის ყიდიდნენ ბინებს და არა, არჩევნებისთვის არ მგონი. გასაგებია. ესე ვთქვათ, კენჭის ბოსტანში იყო ნასროლი, იმათთან. და გარდა ამისა, იცით, ამ ადამიანებთან ურთიერთობა მე უფრო მიადვილდება. ძალიან სამწუხაროდ არსებობს ასეთი სინდრომი თბილისის ცენტრალურ რაიონებში, რომელსაც მე ვუწოდებ დამდუღრული ხოხბის სინდრომს. როდესაც ხდება რაღაც ზევიდან შეხედვა ადამიანების გარკვეული წარმოშობის გამო. იგივე მე კასპიდან ვარ წარმოშობი და უფრო მიადვილდება გლდანელებთან ურთიერთობა, ვიდრე იმ ადამიანებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აი სამი თაობის თბილისელი უნდა იყო, რომ ასე ვთქვათ, შენ ეს სახელი ატარო. ამიტომ ეს არის მშრომელი უბრალო ადამიანები, რომლებიც გაჭირვების გამო საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. თქვენ ფიქრობთ, სხვა რაიონებში არ ცხოვრობენ? არა, რა თქმა უნდა, ბევრ რაიონში არის გაჭირვება, მაგრამ აი თუ ჩამოვთვლი რამდენიმე მაგალითს, გარე განათებიდან დაწყებული, გზებით დამთავრებული, უამრავი საკითხი იმ რაიონში უფრო ცუდად დგას, ვიდრე დანარჩენ თბილისში. რატომღაც ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს მიაჩნია, რომ გლდანი ბოლომდე რაღაც თბილისიც კი არ არის და ამიტომ იმ თავის გაანგარიშებებში, თავის გეგმებში გლდანის რაიონს ან საერთოდ არ ითვალისწინებენ, ან და ნაბოლარა, ასე ვთქვათ, ღარიბი ნათესავის პოზიციას მიუჩენენ ხოლმე. როდესაც ვთქვათ, იგივე გარე განათებად წინავს ცენტრალური რაიონები, განში ეს პრობლემაა და უარს ამბობს საერთოდ მერია, რომ ანაზღაუროს დროშად გლდანის რაიონის გარე განათების ხარჯები. ეს პატარა მაგალითი მიგვითითებს ამაზე, რა დამოკიდებულება რაიონებს შორის. ბატონო გურამ, რატომ აერჩიეთ გლდანი თქვენ? 2 წუთი პასუხისთვის.
5 წამი რო დამრჩება მაჩვენეთ ხელით. 10 წამი დარჩება თუ არა დაიწყებს სიგნალი იწყებს. ახლა მე ვერ გავიგე რომ ვაზის უბანში, ლილოში, მუხიანის დასახლებაში თუ თიხნის მასივებში რუსთაველის პროსპექტი არის? გლდანი ამნიშნით რომ ის პერიფერიად აღიქმება ძირძველი თბილისის ცენტრისათვის, რომელიც იწყებოდა კწანისში და მთავრდებოდა დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ადრე რომ სომხები ერევნის მოედანს ეძახდნენ. ხო და ახლა მეორე ამბავიც არის რომ გლდანი მე ავირჩიე იმიტომ რომ ეხლა ეს ჩემმა მტერმაც და ჩემმა მოყვარემაც იცის რომ მე მქონდა შემოთავაზება ოზურგეთიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მქონდა სამაჩაბლოდან, სადაც მე ვიბრძოდი ომის დროს და რა ქვია იმ ბაზრობას გობა? წილები რო ხო, ერგნეთის ბაზრობაში წილი მე არ მქონია. და არც ამაქვს და მქონდა შემოთავაზება მცხეთიდან, მაგრამ აი ეს დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი არის სწორედ ამის მიზეზი ქალბატონ ელენესთან ერთად. როდესაც გლდანში გავიგე რომ ქალბატონ ელენე თევდორაძე და ბატონი კობა კი ნახავთ კი იმედაშვილს გიზახი. კობა და დავითაშვილი. მე თქვა იმედიან მომიშორო. მადლობთ ბატონო. თან იმედში ვარ. და აი მართლა მაშინ კი გამიკვირდა რომ ქალბატონ ელენე თევდორაძე სტრასბურგში ევროსაბჭოში ავტორიტეტი შეიქმნა იმით რომ გლდანის ეპარქიას და გლდანის მოსახლეობას და გლდანის მართლმადიდებლობას კანიბალებად და ბარბაროსებად აცხადებდა და მე აყვა ამას ჩვენი კობა ჯურფასი და თლათ უფროსი ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მე ახლა ვიფიქრე რომ ამ 100,000-იან მოსახლეობაში სადაც საქართველოს ბედი წყდება, მე არ მაქვს უფლება რომ იქ არ ვიყარო კენჭი. დიდი მადლობა. ბატონო გურამ პარლამენტში არჩევის შემთხვევაში. დიახ. უპირველეს ყოვლისა რას გააკეთებდით გლდანის რაიონისთვის და რამდენად კარგად იცნობთ ამ რაიონის პრობლემატიკას? მე პრიორიტეტები თუ შეიძლება? მე უნდა გითხრათ რომ აგერ ბატონი კობას სანამ შემოვიდოდით სტუდიაში მქონდა საუბარი რომ ჯერ არ დამიწყია გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრა. ამას ბევრი არ დაიჯერებს. ერთი დიდი შეხვედრა მქონდა სააქტო დარბაზში, სადაც 500 კაცი ესწრებოდა და აი იმ კვირიდან ვიწყებ. მაგრამ როგორ უნდა დავიწყო? მე არ მაქვს საშუალება რომ პლაკატი არ დამიბეჭდას, ფული არ გვაქვსო. ბილბორდზე საერთოდ გაგონება არ უნდა და ბილბორდებით ამ ჩემ ჯურფას და მის კიდე სხვა კოლეგებს ლამის საქართველოს დედაქალაქი გადაიქცეს მათ საკუთარ კაბინეტებად, სადაც ჩვენ ბილბორდის აღნახეთ, ბატონო, მეც მითხარით. არა, ის ერთი რო ხართ და გაყოფილი გამოყოფილი არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. და თქვენ იქ არა ხართ? მე ის არა ქვიან ტელევიზიაში ფული, აი მაგალითად ხეს ხო თქვენი გულმოწყალებით მიმიწვიეთ. ასევე მიმიწვია რამდენჯერმე რუსთავი ორმა. და სახელმწიფო ტელევიზიას არც ერთხელ არ მიუწვევიარ და რა უნდა ვეხვეწო ახლა მე კოკაყანდიაშვილს რომ რით უნდა დაუმტკიცო რომ იქაც მიმიწვიოს. ესე არავით არის საშუალება მე. არა მაქვს რომ გლდანის მოსახლეობას ამ დარჩენილ ძალიან მოკლე დროში რომ მე მათ ვესაუბრო და შევხვდე. აბა როგორ აკეთებთ? მაგრამ კიდევ გეტყვით რომ მე სხვადასხვა არც ის არ მინდა თქვა რომ ჩემი საარჩევნო კამპანია ჩემი მეგობრისა თუ კოლეგისა თუ ქალბატონ ელენისა სხვების მსგავსად გადავაქციო ჟაქტის ბოდიშვილი რუსული გამოთქმის ჟაქტის შეხვედრა და ზოგს სახურავია გადასახურავი თუ ზოგს გაზია გასაყვანი მე ვაცხადებ და კიდე გავაცხადებ სანამ არ შევქმნით ეროვნულ სახელმწიფოს სანამ არ შევქმნით ნამდვილ ქართულ სუვერენულ სახელმწიფოს მანამდე არც სახურავი იქნება არც გაზი არც შუქი და არც წყალი და სხვათა შორის ყველაზე ძვირად ღირებული სიამოვნება რა იქნება რომ თვითონ სახლი იქნება ფუნდამენტში მორყეული და გადახურვა არაფერს არ აქვს. ბატონო გურამ, მაინც ვერ გავიგე პასუხი ჩემ შეკითხვაზე და ამიტომ ერთს დაგიმატებ. აი კონკრეტულად რომ გქონდეთ იმის საშუალება. მე თუ გავგებრათ ვილაპარაკებ მეც დავიმატებ. აუცილებლად. აი რომ გქონდეთ იმის საშუალება და უშოთ იგივე სააგიტაციო სამსახური, რასაც ქვია, მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ისე წარიმართოს როგორც თქვენ გსურთ. რა არის ის პრიორიტეტები, რაც გლდანს სჭირდება თქვენი თვალთახედვით დღეს? ვისი მოგვარებაც აუცილებელია. მე ხლავე ვიტყვი რომ მე ამ სახელმწიფო ბლოკზე ვეძახით, იქ შევედით ჩემი პოლიტიკური მოძრაობით. საქართველოს უპირველეს ყოვლისა ენა მამრის საწმუნებლად. და მე მგონი გლდანი არის სწორედ ის ერთი 100,000-იანი მოსახლეობა, რომელიც არ ჩამოვთვლი ახლა რაიონებს, პერიფერიულ რაიონს, 5-6 რაიონს ერთად გადაწონის.
105,000 მაურჩეველი უკვე 5-6 რაიონში არ იქნება. მე უნდა გითხრათ, რომ აი ჩემი რწმენითა და ჩემი პოლიტიკური იდეოლოგიით ენა მამული სარწმუნება, ამით უნდა გავიმარჯვო მე გლდანში და ამით უნდა გადავხუროს სახურეები, ამით უნდა გავამაგროს საძირკველი, ამით ბატონო, ენით, დიახ, ენით. ოღონდ არა თქვენი ენით, ქართული სახელმწიფო ენით, ქართული მართლმადიდებლობით, ქართული ეროვნებისა და მამის სახელის აღდგენით, რომელიც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა რომელსაც თქვენი თხოვნით პრეზიდენტმა ვეტო დაადო. დიახ, რა თქმა უნდა, ვეტო დაადო იმას, მე ისარგებლეთ შემთხვევით და თქვენ ხართ წამყვანი თუ ბატონი გო შეიძლება ამ დროს სხვა ჩამითვლით მე. არა, შეგეთქვით მე რო ერთი კვირი წავედი ბატონოკობა სტამბოლში იქ იღუპებოდა ერთი ქართული მონასტრის არქივი რო არ წავსულიყავი. დასაფრებული ვიყავი ძალიან თუ ბატონო და თქვენისთან კოლეგებმა ერთხმად 130 ხმით გაიტანეთ საქართველოს ეროვნების და მამის სახელის წარქმევის კანონი. მაგრამ ნუ რას უკაცრავად ჩამოვედი და ჩამოგართვით ეს კანონი. დიდი მადლობა ბატონობა თქვენ. 2 წუთი. კი ბატონო. და თუ ვერ ჩაეტევით, მე დაგემატებთ. მე არ შემიძლია არ გამოვიხმაურო ბატონ გურამს. აი სანამ გამოვეხმაურებოდით ბატონ გურამს, კონკრეტულად რას პირდებით გლდანის ამორჩევლს? პირველი მე უნდა ამირჩიონ საქართველოს პარლამენტის წევრად და არა გლდანის საკრებულოს ან თუნდაც თბილისის საკრებულოს წევრად. ამიტომ მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბრძანდება. იცით რა, მაჟორიტარი დეპუტატი არ ნიშნავს გამგებლის ფუნქციების შეთავსებას და არ ნიშნავს არც სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ამას. მაჟორიტარი დეპუტატი ნიშნავს, რომ იმ ოლქში მცხოვრები ადამიანების აზრი საერთო ეროვნულ პრობლემებზე მიიტანოს პარლამენტამდე. ამიტომ მე კამპანიას ვაწარმოებ ამ სახით. ბატონოკობა ალია მამაცინათ ჩაატერა შეკითხვები, რას ნიშნავს შეეკითხა მაჟორიტარებს. რას ნიშნავს მაჟორიტარი, რითი განსხვავდება მაჟორისაგანო და 99% ჩაიჭრა. აი ხა თქვენს თუ მიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. აქ ვინ არის წამყვანი? მე თუ თქვენ ბატონო. დიდი მადლობა. თქვენ მაშინ მეიგზერით ჩაჭრის საფრთხე და ამიტომ დაარჩინეთ. ერთხა ტენდენცია. რაც არ უნდა თქვა. შემოგეთიკებორი მაინც უდი რამე დაგვალდება და აზრი არა. იცით რა შეა საქმე? ქვეყანაა გადასარჩენი და ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემებია მოსაგვარებელი. პირველი რაც დგას პრობლემა ამ ქვეყანაში ეს არის წესრიგის დამყარება. საქართველო არის ქვეყანა, მაგრამ არ არის სახელმწიფო. მე ვეუბნები ჩემს სამომრჩევლოს. მე რომ შექმნიდეთ რომ გავიყვან გზას ან ნებისმიერ საკითხს გადავწყვეტ. რას ნიშნავს ეს? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, მე იმდენი ფული არ მაქვს, იმიტომ რომ არ მომიპარია ამომრჩევლობისთვის ეს ფული, რომ უკან დაუბრუნო. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ მე მივიღებ დავსვავ საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელიმე სახელმწიფო ორგანოში, რომ ეს გზა გაკეთდეს. რა მოხდება დღეს, როდესაც გზაზე გამოიყოფა ეს ფული? 80% იქნება მოპარული და 20% მოხმარდება მხოლოდ დამგზას. ანუ რა მოხდება? საკრებულოს გამოცდილების არა, ბატონო, თქვენთან ბლოკში რა მეგზებეთა კავშირი იმათი გამოცდილება. მაგის აი ბატონი გურამის სტაჟს უკრავს. თქვენ თვითონ დამიგრათ სტაჟს. ბლოკში ესე იგი დაპირისპირება რა დონემდე მისულა. თქვენ კიდე რამდენად გადაფარებული ხართ კრიშად ეგრეთ წოდებულ ამ გავაგზავნოთ მაინც გავაგზავნოთ რა ბატონო ის 1 წუთი. კი ბატონო. დღეს არ არსებობს სასჯელი და არ არსებობს უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ სასჯელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ მე ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს დავეხმარე ზოგს ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში. ეს სხვა თემაა, მაგრამ კონკრეტიკაზე მინისტრები ამორჩეველმა რატომ უნდა მოგცეთ პირადად თქვენ ხმა? გიხსნით, რომ გდანის სამომრჩეველი იქნება, დიდუბის სამომრჩეველი იქნება თუ რაიონის სამომრჩეველი იქნება, მან თუნდა მისცენ ხმა წესრიგის დამყარებას ამ ქვეყანაში, რადგან ხოლმე პროგრამა ხო სთავაზობთ. აი ამ პროგრამის კონკრეტიკა მაინტერესებს. ეს არის საერთო ეროვნული პროგრამა. მე დავდივარ არა მარტო გლდანში, მე დავდივარ ზუგდიდში, მე დავდივარ გორში, კასპში, თელავში, ული მთელ საქართველოს და იგივე გლდანის სამომრჩევლებს ვეუბნები, რომ მე ვერ შეგპირდებით, რომ გლდანს ვაქცევ 64 და ის უკეთ იცხოვრებს ვიდრე დანარჩენი თბილისი. მე ვერ შეგპირდებით თბილისელებს, რომ თბილისი უკეთ იცხოვრებს ვიდრე დანარჩენი საქართველო. მე შეგპირდები, რომ ძალიანაც საქართველოში გადაწყდება ის საკითხები, რასაც ქვია ხალხისგან მოპარული შემნახულ სალაროში შეტანილი ფულების, აი მანაბრების, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და ხალხისთვის დაბრუნება. ეს არის პენსიების და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. გიმატებთ ნახევარწუთს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განთავისუფლება 2 წლით გადასახადებისგან, რათა ის თანხები წავიდეს არა ჩინოვნიკების ჯიბეში, არამედ თვით წარმოების რეპლიკას სურდათ, რაც გაგაწყვეტინეთ თავიდან.
მოხმარდეს და ასევე მიწის გადასახადის გაუქმება. აი ეს არის ის პროგრამა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ შეხვედრებს. და რომელზეც ისმის საქმიანი შენიშვნები ამ პროგრამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. ინტერაქტიული შედეგები თუ შეიძლება ეკრანზე შევაჯამოთ ამ დროისთვის. ეკრანზე არ ჩანს. ამ დროისთვის შემოსულია 628 ზარი, ბატონ კობა დავითაშვილის პროცენტული მაჩვენებელი 67.4%-ია, ბატონ გურამ შარაძის 32.3%. ახლა იმედის ეთერში საინფორმაციო გამოშვების დროა. გეტყობა იმას ნაციონალურ ტელეფონზე. ვერავინ ვერ იმუშავებს, ბატონ გურამ, ერთი ზარის გარდა ვერ შემოვა სტუდიაში, კომპიუტერი გაფილტრავს შემოსულ ზარს. დიდი მადლობა ლევან, სამამშვიდობისა კიდევ ერთხელ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ბრუნდები დროებით ზღვაზე და შეკითხვა თქვენთან ბატონო კობა, რა ხდება? ვინ ადგენდა სიებს? გადაცემა ხო არ შემეშალა? არა, გადაცემა არ შეგშლიათ, მაგრამ შეიძლება კითხვის დასმა შემეშალოს. ვინ ადგენდა სიებს თქვენთან? მე იგივე კითხვით გადავალ ბატონ გურამთან და როგორ აღმოჩნდით პირველ ნომრაციაში? არსებობს ბლოკის რა გათვლებია? ბლოკის პოლიტიკური საბჭო, მოგეხსენებათ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა, ბლოკი გახლავთ, რომელშიც შედის 3 პარტია, თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ძალთა გაერთიანება და ასე ვთქვათ პოლიტიკურ საბჭოს შეადგენს ამ პარტიის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური. და მათ ასე ვთქვათ, ჰქონდათ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და მათ შეადგინეს ეს სიო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პირველ ნომრად დასახელება და მე შევეცდები რომ ეს სერიოზული ნდობა გავამართლო და ვიბრძოლო ბოლომდე. გაიჟღერა გარკვეულმა ინფორმაციამ დღეს თვალყურს ვადევნებდი სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებს, რომ ბატონი მიხეილი უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებაო და რამდენად შეიძლება ამ ინფორმაციის ან დადასტურება არ იმარყოფა. არაერთხელ გითქვია რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ წინ საპარლამენტო არჩევნებია, მრავალი საქმეა გადასაწყვეტი ქვეყანაში, მათ შორის ქალაქ თბილისშიც და ამიტომ ამაზე საუბარი ნაადრევი და არასერიოზული იქნება. ასე კი ბატონი მიხეილი რჩება საკრებულოს თავმჯდომარედ. საკრებულოს თავმჯდომარედ, ვინაიდან არის პროგრამა, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი, იგივე ვთქვათ პენსიებთან დაკავშირებით, პედაგოგების დახმარებასთან დაკავშირებით, ლიფტებთან, სახურავებთან, საბავშვო მოედნებთან ეს პროგრამა დაწყებულია, მაგრამ პროგრამა სჭირდება ბოლომდე მიყვანა და არ იქნებოდა სწორი ასე ვთქვათ ადგილიდან ადგილზე გადასვლა, სანამ ის საქმე, რომელიც დაიწყე ერთ ადგილას, ბოლომდე არ აკავს მიყვანილი და სწორედ ამით ხელმძღვანელობდა ბატონი მიხეილი, როდესაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს სწორი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა, იგივე შეკითხვა თქვენთან ბატონო გურამ, ვინ ადგენდა სიებს თქვენთან? ბატონმა მერმა აღნიშნა რომ პრეზიდენტის გარდა ყველა მონაწილეობდაო ამ სიების შედგენაში, ეს ერთი. ასევე დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებებიდან თქვენ იხუმრეთ კიდეც რომ პირველი სიაში ლიფტია კანცელერიისო. იყო ეს ეთერში? ეს იყო ეთერში უკვე. შეკეთება ხო არ ვწიდება? ეს ამისი ოსტატები შენდა მიშახავთ ასე რა. სხვა გამოგიძახეთ. და ისე აღმოჩნდა ბატონო გურამ რომ თქვენ პირველ ათეულშიც ვერ მოხვდით. რა ხდება? თქვენ გვერდია გული დაწყდა ამისთვის? ეს ერთი და მეორე, ალბათ ბატონი ვანოს ოდელობა მე არ გულისხმობდა. გული არ დაგწყვეტიათ ბატონო. გეტყვით ახლა. მე არ გულისხმობდა, ყველა ესწრებოდა გარდა პრეზიდენტისაო. მე ალბათ ერთადერთი ვიყავი. პრეზიდენტი ასე თუ ისე მაინც იხედებოდა, ახლა მაგას ვერავინ დამაჯერებს მაქსიაში. მაგრამ მე ნამდვილად არა. მე გავიგე ეს დღეს რომ აი ლიფტს შეტარო დამინახეს და შემეშალა ეს სართული და გავიგე 6:20 წუთი. რომ ვიყავი, მეგონი 24 ვარ თუ 25, ეგეც არ ვიცი ნამდვილად. ასე რომ მე არ დავსწრები ვარ ამ ბლოკის არც ერთ ხდომას, მით უმეტესაც ადგილებისა და არც საკუთარი, მე არც ერთი ადგილი არ მომითხოვია ჩემი პოლიტიკური მოძრაობისათვის და მეორეც, მაგრამ ყურმოკლით ვიცი რომ ბლოკის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში და სიების შედგენას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთო ჯორდანაც. რომელია სიაში თუ საერთოდ არ არის. მე არ ვინახავ სია თქვენ არ გჯერათ სერიოზულად. მე მართლა ისე ჩემი ადგილი მე ეს მონანიება ხო გავხსოთ. განა ეს ნორმალურია მე ბატონო გურა.
разве это нормально? ახლა რაშია საქმე? Ოდესაც კაცმა იბრძოლა პირველობისათვის და მაისაშვილიც გადააყენა და სააკაშვილიც გადააყენა, მაშინ ოდესაც იბრძვი კაცი მიაღწევა. მე არაფერთან საბრძოლელი არ მქონდა, იმიტომ რომ მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში და თუ არ ჩამომართმევთ ნამეტან ქვეყნაში, მე ვამბობ, მე უნდა ვიბრძოლო გლდანში გამარჯვებისათვის, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა და არა სიაში პირველი ადგილისათვის, რომ როგორმე ვაი თუ გამაშავონ, როგორც კობა ფიქრობს, გლდანში პარლამენტში მაინც მოხვდეო. თქვენ რა იცით მე რას ფიქრობ? არა, პოლიტიკოსმა თუ არ გამოიცნო, მეორე რას ფიქრობს, მით უმეტეს 30 წლის დროს კაცს ფიქრებით? დიდი მადლობა, ახლა გამოვიცნოთ რას ფიქრობს ჩვენი ტელემაყურებელი, საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, მე გახლა ვარ ჟურნალისტი დათომ ფეიძე, შეკითხვა მაქვს ბატონ გურამთან. დიდი მადლობა. ბატონო გურამ, აი თქვენ პათოს ან ქვეყნის შენების და კეთილდღეობის როგორ უთავსებთ ამ სამთავრობო ბლოკში ოფნას და ვაჟა-ფშაველას პერიფრაზით მოგმართავ რა ბოლო-ბოლო. გული როგორ არ გერევათ მაგათთან ჯდომა ოფნით. დიდი მადლობა. პოეზიის 2 წუთი. დიდი მადლობა ასეთი კეთილისყოფელური შეკითხვისათვის, თანაც იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ ხეიძე მეკითხება ამას. დიახ, მეორეც ერთი, მე უნდა გითხრათ, რომ სადარჩენილიყავი, რომ მითხარით. შევარდნაძემ რომ მოიყვანა ხალხი და მისა სკამები, მისა ადგილები, ზოგი გაასუქა, ზოგი გაახდუნა და ერთ-ერთი მაგალითი აგერ არის. კობას დაშირდება გიორგაძესთან მივა გასახდუნებლად, დაშირდება შევარდნაძეს აქებდა, დაშირდება გასუქება წამოვა გიორგაძესაგან და დაიწყებს შევარდნაძეს გინებას. ახლა ასე ხარ შეიძლება. მე ვერ ვნახე საქართველოში რაიმე პოლიტიკური ძალა, ეს სუტყვილია, თქვენ ხეიძე ბრძანდებით ალბათ და გეყოფათ იმდენი ვაჟკაცობა, რომ დამეთანხმოთ გულში მაინც. რომ დღეს საქართველოში ბლეფია ეგრეთ წოდებული პოზიციის და ეგრეთ წოდებული ოპოზიციის არსებობა. ოპოზიციას რაც ეძახით თქვენ, ნინო ბურჯანაძესთან დარჩენილიყავი, რომელიც მამიან, დედიან, ბუდიანად შევარდნაძის რაიკომის დინობიდან და ცეკას დინობიდან ოჯახებით იყვნენ ჩახუტებული და მონათული ყავს ნინო ბურჯანაძე შევარდნაძეს. ვისთან დარჩენილიყავი? მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც შევარდნაძე რო დაატარებდა ასე ვქია პატარა. დიდი ბოდიში ბატონო გურამ, თვის არ მოსწოთ, ეს არ მოსწოთ, სახლში დარჩენილიყავით. მაგას მაგ ბედნიერებას არც თქვენ მოგანიჭებდით და არც ჩვენ დღევანდელს ვთქვით. რას ლაპარაკობ? მაგ ბედნიერებას ნამდვილად არა და ეხლა რას ვამბობ, რომ დამოთავრებიეთ შეკითხვა, მე ვამბობ, რომ დღეს საქართველოში მე არა მაქვს მიწაღამ თქვი, რომ პლაკატი ვერ დამიბეჭდავს და ბენზინი ვერ ჩამისხამს და თქვენ კარგად იცით, რომ დღეს საქართველოში იგებს ფულიანი ხალხი, ზოგს ამერიკიდან უგზავნიან, ზოგი კიდე ყულაბიდან მოაქვს. მე არც ამერიკიდან მიგზავნის არავინ და არც ყულაბაში არავინ ჩამაყოფინებს. ძალიანაც უქონდეს ამის სურვილი. ან ამერიკაში, ან საქართველოში. დიდი მადლობა. არის შეკითხვა ბატონ კობასთან. გისმენთ სამამშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. დიახ, გისმენთ. კობა დავითაშვილს მინდა ვკითხო, გავახსენო ოქტომბერ-ნოემბრის ცნობილი მიტინგები. ერთ-ერთ მიტინგზე გამოვიდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაყენება შეიძლება რეფერენდუმზე დავაყენოთო. როგორ წარმოედგინა პრეზიდენტის მიერ დანიშნული რეფერენდუმი კითხვით გსურთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა? მადლობთ. თუ იურიდიულ საკითხებში მოიდონებ, ჩემ ჩაჭრას არ გამოგივათ და ამიტომ იქნებ სხვა სფეროდან იყოს. მე ვაგროვებდი ხელმოწერებს ბატონ გურამსაც კარგად ახსოვს. მაშინ მაჟორიტარი რას ნიშნავს ის გითხარით და სადაური სიტყვა. ახლა იურიდიულში ვერ ჩაგდეთ. ეგ იქნება მეორე ბლოკში და მაშინ ისარგებლეთ მაგ შეკითხვის უკრები და ეხლა კითხვის ავტორს იურიდიულ ასპექტზე მეტად აინტერესებდა რამდენად რეალური იყო თავად. ბატონო, მე მაშინვე ვაცხადებდი. ანუ ხო არ დემაგოგობდით უხეშად თუ ვიტყვით. გასაგებია, მე მაშინვე ვაცხადებდი, რომ ამას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების უფლება აქვს პრეზიდენტს ან 118 პარლამენტის წევრს. მე ვაგროვებდი 118 ხელმოწერას პარლამენტში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების მექანიზმის შესაქმნელად და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მექანიზმის შესაქმნელად. იმიტომ რომ მიმაჩნია რომ თუ ქვეყანაში და არსებობს ისეთი სიტუაცია, როგორც მაგალითად დღეს არის. როდესაც არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი არ არის ხალხის ნდობის ვოტუმით აღჭურვილი, ეს არის საფრთხე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მოსახლეობა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამიტომ უნდა არსებობდეს რიგგარეშე არჩევნების მექანიზმი, რაც დღევანდელ კონსტიტუციაში არ არსებობს. ამიტომ მე ვაგროვებდი ხელმოწერებს, რათა შეგვექმნა რიგგარეშე არჩევნების მექანიზმი. ბუნებრივია, არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტს, სახალხო არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტს არ შეიძლება სხვანაირი მეთოდი მოუნახოთ თანამდებობიდან. ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ჩამოაგდო და მე რო არ ჩამოვიგდია, ესეც იცის ქართულმა ხალხმა და მე დავასრულებ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა. მე ვაგროვებდი ხელმოწერებს სამწუხაროდ მხოლოდ 36-მა პარლამენტის წევრმა მოაწერა ხელი ამ რიგგარეშე არჩევნების იდეას და კოლეგების მხრიდან არ იქნა გაზიარებული. ბუნებრივია, იმიტომ რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებსაც შეეხება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ალბათ ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება თქვენთან ბატონო კობა. თქვენი არჩევის შემთხვევაში რა დროშა იფრიალებს საქართველოს პარლამენტის თავს? ჩვენ არც ვალავთ, ჩვენი წინადადებაა რომ საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოცხადდეს ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც გამოსახულია არა მარტო ისტორიულ ძეგლებზე საქართველოსი, არამედ იგივე ცნობილ ხატზე ვარძიაში, სადაც თამარ მეფეს ტანისამოსზე, ლაშა გიორგის და გიორგი მესამის ტანისამოსზე რაც ფრიალებს საკრებულოზე დღეს? კი ბატონო, ეს სიმბოლიკა და ეს მიმაჩნია რომ არის კანონგარეშეთ, ხო, რამდენადაც? არა, კანონგარეშეთ არა, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. დიდი მადლობა, თქვენი პასუხი ბატონო გურო. მე უნდა ვიკითხო სხვადასხვის რომ მე ხა დიდი ქრონომეტრაჟში მე ვერ ვარკვევი, მაგრამ სულ გაუთავებელი შეკითხვები არის ბატონ კობას მისამართი და თანაც 1 და 2 კი არა. ზუსტად ერთნაირია ბატონო გურო. კი ბატონო, აგერ არის მაყურებელი აქ ეს გარი. დიახ. რა თქვენ რა შემეკითხეთ? საკრებულო რა იყო? პარლამენტის თავზე. პარლამენტის თავზე. რა დროშა იფრიალებს პარლამენტში? ბატონო გურამ, პროვოკაციას არაფერ დროშებზე უნდა გალაპარაკო. თქვენ იმდენი ტყუილები თქვით ახლა ამ წუთში ამ დროშასთან დაკავშირებით აღალაპარაკობ ძველად ნათქვამს რომ არც პროვოკაცია ესა და არც ელემენტარული ცოდნის გამოჟღავნების არავითარი სურვილი არ აქვს, იმიტომ რომ ამაზე რო ილაპარაკო ხო უნდა გააგებინო რესპონდენტს და მოპაექრეს. რაც შეეხება რა დროშა უნდა იფრიალოს საქართველოს პარლამენტის და საქართველოს დედაქალაქის თავზე უნდა იფრიალოს საქართველოს სახელმწიფო დროშა, რომელსაც მიიღებს პარლამენტი და მიიღებს ხალხი. დღემდე საქართველოს დროშა არის სამფეროვანი დროშა, რომელიც შეიქმნა 1918 წელს დიდი ქართველი ისტორიკოსების, აკადემიკოსების ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაღაიშვილის მეცნიერული კონსულტაციით, ხოლო განახორციელა დიდმა ქართველმა ხელოვანმა მხატვარმა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ. ახლა აქ არ არსებობს ორი აზრი, რომ ეხლა ვარძიაში რა ხდებოდა და ქართულ ტაძრებზე რა ხდებოდა, რომ ყობა დავითაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა უფრო მეტი იცოდეს, ვინმე ივანე ჯავახიშვილმა და ექვთიმე თაღაიშვილმა. ეს უკვე ცინიზმზე უარესია. და მეორეც ერთი ეს ის დროშა გახლავთ, რომელმაც გამოიარა 3 წლიანი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია სისხლში და რომლის ქვეშ დაეცნენ ტაბახმელასა და კოჯორთან ქართველი ხალხის საუკეთესო შვილები, რომ მომხდური ბოლშევიკური ურდოები მოეგერიებინა და რუსული დამსჯელი ექსპედიციები. და სხვათა შორის იმ დროშის ქვეშ დაეცა სულ რაღაცა ყმაწვილი ქალი ჩვენი დიდი პოეტის კოტე მაყაშვილისა, მარო მაყაშვილი და იმათი ძვლები დღეს ძველი რუსული soboro რო იყო იმის ადგილას რომ დღეს საქართველოს პარლამენტია, საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტშია ჩაკირული და ის უმსგავსოება, ის სისაძაგრე და სიბინძურე, რაც დღეს ხდება საქართველოს პარლამენტში, მისი თავმჯდომარის ქალბატონ გურჯანაძის თავმჯდომარეობით, ეს იმის ბრალია და ეს იმის ცოდვაა, რომ საქართველოს პარლამენტი კოჯორთან და ტაბახმელასთან დაცემული ქალიშვილებისა და ვაჟკაცების ძვლებზე არის და ამ ძვლების ცინიზმი არის რომ ის დროშა უნდა ჩამოაგდონ და იერუსალიმური კათოლიკური დროშა აღმართონ. თქვენ პარლამენტის გადატანის მომხრე ბრძანდებით სხვა ადგილას სადმე? მე პარლამენტში ისეთი ხალხის შეყვანის მომხრე ვარ, რომელიც მარო მაყაშვილებისა, ქაქუცა ჩოლოყაშვილებისა და სხვების
ნაბრძოლს, იარაღს და სისხლს ასე არ დაახურდაებს და ასე ცინიკურად სამასხოთ არ აიგდებს. დიდი მადლობა ბატონო გურამ. ინტერაქტიული შედეგები გთხოვთ ეკრანზე. გამოვიტანოთ, შევაჯამოთ ამ დროისთვის. 1194 ზარია შემოსული. ბატონ კობა დავითაშვილის სასარგებლოდ 68.6%. ბატონ გურამ შარაძის სასარგებლოდ 31.4%. დროებით ვარზე მეორე რაუნდი. თქვენს ბლოგშია ის ვახტანგ რჩევი. ბრუნდებით დროებით ზღვარზე მეორე რაუნდით შეკითხვებით დავიწყოთ ბატონ კობასთან თუ არის სახელმწიფო ბლოკიდან შეკითხვის დასმის მსურველი. ამ რანგში შეკითხვის დასმა არ სიამოვნებთ. გისმენთ. შეკითხვის ინიციატორი ესე ბატონი კობა გახდა ამ შემთხვევაში. მე მინდა ბატონ კობას დაუდასტურო ჩემი პიროვნული პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს დაუსვა ასეთ შეკითხვა. ბატონო კობა, თქვენ ვძნობთ თუ არა თავს ხელმოწარულ პოლიტიკოსად, თქვენი გუნდიანად, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გამომდინარე იქედან, რომ ის, რაც თქვენ დღემდე პირდებოდით, რაც მას შემდეგ, რაც რა თქმა უნდა თქვენ ოპოზიციონერის სამოსელი ჩაიცვით, პირდებით საზოგადოებას 100-დან 1 დაპირება არ შესრულებულა, 100%-ით გაუწურეთ იმედები მოსახლეობას, საზოგადოებას, მათ შორის მოსახლეობას და იმ ასე ვთქვათ 5 წლიანი თუ 10 წლიანი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არც გლდანის მოსახლეობისთვის, არც დანარჩენი მოსახლეობისთვის არავით არის სასიკეთო თქვენს. დიდი მადლობა, კითხვა არ გაიგებიათ და შეკითხვა. აი რა შეიცვალა დღეისათვის და რა ახალი ასე ვთქვათ დაპირება გაქვთ თქვენ მოფიქრებული იმისათვის, რითაც თქვენ გონიათ რომ გლდანის მოსახლეობას და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას კვლავ მოატყუებთ. დიდი მადლობა. ბატონო და ერთი წუთი ბატონო კობა. თავიდან კარგად დაიწყეთ პატივისცემი და ბოლოს წეთი აღარ დარჩა იმ პატივისცემი და მე ბატონო დავით 10 წელი კი არა 4 წელია პარლამენტის წევრი ვარ. თქვენ არა კიბა ძალიან თვალყურით ხელისუფლების წარმომადგენელი დღეს ბატონო დავით თქვენ ახართ და თუ გვიწუნებთ იმ ხელისუფლებასთან ყოფნას და სამართლიანი შეიძლება იყოს რაღაცა კრიტიკის მომაწალით. თუ ესე ცუდია ეს ხელისუფლება, ჩვენ რო დაუპირისპირდით და წამოვედით. რას გაექალენ და რას დაეჭვეთ იმ ადგილზე თქვენდალოცვილებო. თუ ესეთი ცუდი იყო, თუ ესეთი მიუღებელი იყო, ყოფილვარ თქვენსავით იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე. და არც მიხეილ სააკაშვილს არ გამონთავისუფლებივარ. და ხელმოწარულობაზე თუ ითქვით, ჩვენ ბევრ ამას არ ვპირდებით. ჩვენი ბატონო მე მგონი პირველ რიგში შეგვეძლოს მოსმენა ხო ადამიანს თუ შეკითხვას ვთქვათ. ჩვენ რაც დავპირდით საზოგადოებას იმ წირე ბიუჯეტის შესაძლებლობაში, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ პირველ ადგილზე არ გავსულვართ საკრებულოს არჩევნებში და მეორე ადგილი გვერგო, იმის მაქსიმუმი გავაკეთეთ, იმიტომ რომ ხალხმა იცის სამილარი ცოტაა და მეც მერცხვინება და სატრაბახო არ არის და სამარცხვინეო პირდაპირ მინდა კითხრა და მე ყველას ბოდიშს ვუხდი და მე სატრაბახოთ არ დავდივარ. მე ბოდიშს ვუხდი პედაგოგებს რომ 50 ლარზე მეტი ვერ შევძლებთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. რო ახალშობილობისთვის 50-ზე მეტი ვერ დიდი მადლობა ბატონო. შეკითხვა ბატონ გურამთან. არ არის სალაპარაკო, მაგრამ რაღაცა ჩვენ უკაცრავად ბატონო კობა, შეკითხვის დროა. დიახ, ბატონო გურამ, თქვენ მზანდებით სამთავრობო ბლოკის ერთ-ერთი ცნობილი სახე და მე მაინტერესებს სამთავრობო ბლოკში, როდესაც სიებში ადგილების განაწილებაზე მიდგა საქმე, პირველ რიგში რა კრიტერიუმით იხელმძღვანელად, გონებრივი თუ ქონებრივი? მადლობა. მე გავიგე. სიებში ადგილების განაწილება გონებრივი კრიტერიუმით ხდებოდა თუ ქონებრივი? მე მგონი ამ შეკითხვაზე მე ძრო ჩამითვალეთ ეკონომიაში, რომ მე თავიდან განვაცხადე, რომ არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია, არც ქონებრივად და არც გონებრივად და არც დავსწრე. ბატონო, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. სხვამ როგორ გაანაწილა? მე ამის თქვენ მზანდებით ერთ-ერთი ცნობილი სახე ამ სიაში და უბრალოდ თქვენი აზრი ადგილების განაწილებასთან რა კრიტერიუმებით მოხდა ადგილების განაწილება? გასაგებია ძალიან ცნობილი სახე ყოფილიყარ, შემოკარგო, ან 10 ევროში ვიქნებოდი, ან 20 ევროში ვიქნებოდი და მეორეც ერთი ძალიან დიდი სურვილი რომ მქონოდა ამ სიების შედგენისა, მე მაშინ დავესწრებოდი ამ სხდომებსა და მივიღებდი აქტიურ მონაწილეობაში. მადლობთ, გექნებათ ამის საშუალება. შეკითხვა ბატონ კობასთან. არ გაქვთ სურვილი დასვათ კითხვა? მაშინ იქნებ თვითონ ბატონ გურამს.
რატომაც ეს ასე ყოველთვის მეორდება და კიდევ ერთხელ ქალბატონო სანამ თქვენამდე მოვიდოდით თხოვთ გლდანის მოსახლეობას დაარეკონ და კითხვებით მიმართონ საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეკითხვა ბატონ კობა დავითაშვილთან ნომერზე 91 92 18 შეკითხვა ბატონ გურამ შარაძესთან ნომერზე 91 92 30 ეს შეკითხვა ისე ჩაწყობილია როგორც ტელეფონის ზარები აქ ა? ნუ გოგა იქნებ გაითვალისწინოთ რომ გუდანში მუხიანში და თემფაზე დაახლოებით მასეა მთელი ამ გადაცემის მიმდინარეობის შემ შუქი არ არის გლდანის რაიონში ეს ნამდვილად გასათვალისწინებელი ფაქტია შემდეგ ჯერ რეპლიკის სახით და შემდეგ კითხვის სახით კითხვა თუ შეიძლება ქალბატონო რეპლიკისთვის გვაქვს ცალკე რაუნდი გადაცემის თუ შეიძლება მე ნამდვილად არ გამოვდგები სახელმწიფო ბლოკის მაქებრად და ადვოკატად მაგრამ მე მინდა ვკითხო ბატონ კობას თქვენ რატომ ხართ ასე მშვიდად და რატომ გონიათ რომ ის ბრალდებები რაც სახელმწიფო ბლოკისადმი არის წაყენებული ქართველი ერის მიერ არ გადანაწილდება თქვენზე ისეთივე წარმატებით როგორც მათზე დიდი მადლობა და საერთოდ რატომ ქვიათ თქვენ ნაციონალისტები თქვენში ხომ მისხალი ეროვნული თვითშეგნების არ არის დიდი მადლობა მე მგონი შეკითხვა არ უნდა გადაიზარდოს შეურაცხყოფაში მე დღეს ვცდილობ იმის გამო კი ბატონო ნუ აზრით შეიძლება იყოს შეურაცხყოფილი კი ბატონო მე ვიცი ქალბატონო ბატონ გურამი არ ხვდება ჯერ ამორჩევლებს და მე დღეს მოვდივარ ამორჩევლების შეხვედრიდან და არა მარტო იმ უბნებში რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ამ გავჭალაშიც არ არის ელექტროენერგია და მე და ბატონ გურამს დაგვებედა კიდეც რუსთავი 2-შიც ისეთი საინტერესო დებატები გქონდა როდესაც არათუ მთელ გლდანს მთელ თბილისს ჰქონდა გამორთული ელექტროენერგია და ჩვენ ასე ვთქვათ რაღაც ერთმანეთს ვეპაიქრებოდით ყოველგვარი აუდიტორიის გარეშე ეხლა რატომ გონია რომ არ გადანაწილდება იმიტომ ქალბატონო რომ მე ყოველთვის ვიცოდი რომ ამ აუდიტორიაში სხვაგან ჟურნალისტის მხრიდან თუ ოპონენტის მხრიდან ასეთ კითხვას დამისვამდნენ და ამიტომ ჩემი ქმედება ამ მომავალი კითხვის პასუხთან იყო დაკავშირებული. როდესაც ბატონმა შევარდნაძემ შემოიტანა ნულოვანი ვარიანტი და რუსეთს ჩუქნიდა საქართველოს თელ ქონებას, მე სარჩელს ვაგროვებდი და ბატონო გურამაც მომიწერა ხელი თუ არ ვწდები. არა, იმიტომ რომ შორის ბატონ გურამთან განსხვავებით არ მოაწერა. შეკითხვა ბატონ გურამთან. ბატონო გურამ, მე მინდა გავიხსენოთ. გისმენთ. იცით რა, შეკითხვა იყო ერთი და მე მზად ვარ უპასუხო. ჩვენ ქვია ნაციონალური მოძრაობა, ქალბატონო და თქვენ ეს კარგად იცით. ჯერზე გავიმეოროთ და ალბათ ბატონი კობა შემდეგ გასცემს პასუხს. დიახ, გისმენთ. ბატონო გურამ, მე მინდა გავიხსენოთ თქვენსა და ბადრი ხატიძეს შორის დაპირისპირება მცხეთის მაჟორიტარი კანდიდატთან დაკავშირებით და მაშინ ბატონმა ბადრიმ თუ არ ვწდები განაცხადა შემდეგი ფრაზები მე მაქვს კონკრეტული კომპრომატები ბატონი გურამის წინააღმდეგ და დასახელებას აპირებდა. ამან ხომ არ განაპირობა თქვენი გადაბარგება ასე ვთქვათ ოპოზიციიდან სახელმწიფო ბლოკში. დასაგებაში კითხვა მალობთ. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. მეხსიერება მე ჯერჯერობით არ მღალატობს ამის ასეთი კითხვის თუ ასეთი ფრაზის დასმის უფლებას მეც მომიმეცა უფლება ბადრი ხატიძე არ მისცემდა ამის აფეთქდებოდა თავის ამ სიტყვაზე და ამიტომ ვერ გაბედავდა და რაც შეეხება პოზიციის შეცვლას კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ბადრი ხატიძე გურამ შარაძეს ვერ გაუბედავდა და ვერ ეტყოდა და კომპრომატების ამოქექვის თუ ამოღების შიშით მას ვერ გააჩერებდა. დიდი მადლობა. სატელეფონო ზარია ბატონ კობასთან საღამოშვიდობისა და გისმენთ. ალო. ვერ გავიგე? დიახ, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ბატონო კობა. გისმენთ. გესმით? დიახ, ბატონო, დიახ. 2002 წლის 28 დეკემბერს საახალწლო. დიახ. ძველი პარლამენტის პირდაპირ დაიწვა სახლი რუსთაველის გამზირზე. მთელი მესამე სართული ორი ოჯახი ცხოვრობდა. ერთი ოჯახი თქვენი შეკითხვა თუ შეიძლება? მგონი პრობლემას გვიყვება. თქვენი შეკითხვა თუ შეიძლება? არა, ვაცალებ. როდის გადამიხურავენ პრიშა? დიდი მადლობა. მე მართალი გითხრათ. დიდი მადლობა. ეს არის ბატონო კობა, ბატონო გურამ, ეს არის სამწუხარო ჩვენი დღევანდელი რეალობა, როდესაც შემძრა ამ რეალობამ, იმიტომ რომ მე არ მესმის სამხიარულოდან აშის დასაკრავი რა, ის რომ სახლი დაიწვა თუ ის რომ ადამიანს სახურავი არ აქვს. თქვენმა მომხრეებმაც დაგიკრეს ტაშილად. კი ბატონო, არა, მე ჩემ მომხრეებსაც და არ ყოფ აუდიტორიას, უბრალოდ ეს არის ადამიანური ტრაგედია.
და მე სამწუხაროდ ყოველ დღე ემოციურად ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ყოველ დღე მიხდება უაღრესად გაჭირებულ აი ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც იმყოფებიან უკიდურესი სიღარიბის ზღვაზე, რომლებიც განან არა მარტო სტიქიური უბედურებების გამო, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ ზღვარზე და თქვენ ხელისუფლება ქალაქ თბილისში აღმასრულებელი ეკუთვნის თქვენს ასე ვთქვათ, წარმოადგენს სახელმწიფო სიაში ბატონ ვანო ზოდელავას, ბატონ გურამ, ჩემი დროა და მაცალეთ რა, მე ხوار გისწრებ. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავდეთ ჩვენს ხელშეკრულებაში თბილისთან ადგილობრივი არჩევნების დროს სახურავების პროგრამა და მანამდე რომ არ გაკეთებულა არც ერთი სახურავი, დაიწყო პირველად თბილისში ამ სახურავების გაკეთება. ისე ალბათ რამდენად დამამცირებელი უნდა იყოს ბატონო კობა, რომ ადამიანმა დეპუტატი აირჩიოს იმისთვის, რომ სახურავი. არა, მე სხვათა შორის მე დაგეკრავთ ვერ მაპატიეთ ერთი წუთით დიდი ბოდიშით, მაგრამ მე ყველგან სადაც ხვდები ამორჩევლებს ვეუბნები. ეს არის საკრებულოს პროგრამა, რომელიც არის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი და ეს პროგრამა გააგრძელდება იმის მიუხედავად თქვენ მე ამირჩევთ თუ არ ამირჩევთ. დიდი მადლობა. აი ეს არის ჩემი პასუხი ბატონ გურამთან. მე არ ვაპირებ ამორჩევლის მოსყიდვას არც პროგრამებით, არც ფულით და არც ცრუ დაპირებებით. ჩემი ამოცანა არის ამორჩევლის დარწმუნება იმაში, რომ საჭიროა და შესაძლებელია ბრძოლა ამ ხელისუფლებისაგან. ალო. დიახ, საღამოშიდობისა გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო გურამ. გამარჯობათ. გადაცემის დაწყებიდან აი ამ წუთებამდე ყოველ თქვენ პასუხში ისმის ბატონი მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი. ხომ ცდილობთ მისი იმიჯის დამცირება, საკუთარის ამაღლებას. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. მე მაგალითად ეს ვიდეო ჩანაწერი კეთდება და თუ ეს მართლა ასია, მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ კარგი იქნებოდა ყოფილიყო, იმიტომ ეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს მაშინ იმის მოუმატებდა და ავტორიტეტს და რეიტინგს აუწევდა, რომლის მე არავითარი სურვილი არ მაქვს. დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი პასუხი. ინტერაქტივ ეკრანზე თუ შეიძლება შევაჯამოთ ამ დროისთვის. შემოსულია 1487 ზარი, 67.5%. ეს არის ბატონ კობა დავითაშვილის მაჩვენებელი, ბატონ გურამ შალაძის პროცენტული მაჩვენებელია 32.5%. ხოთი აქტიურეთ, დარეკეთ. ჩვენ დავრუნდებით სულ მალე მცირე რეკლამის შემდეგ. დარჩით ჩვენთან. ალდაგი დაზღვევა გონიერი ადამიანებისთვის. შენ გაქვს ძალა, დაინახო ყველაფერი, მოისმინო ყველაფერი, დაწერო ყველაფერი, დაიცვა ყველაფერი, ისარგებლე ამით. შემოგვიერთით ადგილობრივ დამკვირვებელთა 3000 კაციან გუნდს, სამართლიანი არჩევნებისთვის. ოქტომბრიდან რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშების პირდაპირი რეპორტაჟი ავსტრალიიდან იმედის ეთერში. ტრანსლაციის გენერალური სპონსორია TBC ბანკის ვიზა პლასტიკური ბარათი. ტრანსლაციის სპონსორია Coca-Cola. ტრანსლაციის სპონსორია სადაზღვევო კომპანია Aldagi. ბრუნდებით პატუცემლო ტელემაყურებლებო, მესამე რაუნდზე შეკითხვები ერთმანეთთან ბატონებო, ბატონო გურამ, პირველობა თქვენ. მიმართეთ შეკითხვით თქვენს ოპონენტს ბატონ კობას. დიახ, მე მინდა ჩემი მხარდამჭერის შეკითხვა გავაგრძელო და ჩემი მხრიდან დავუმატო. რას ნიშნავს თქვენ რომ მაჟორიტარობა გინდათ, რას ნიშნავს მაჟორიტარი? დიდ განსხვავდება მაჟორისაგან და მეორე, რატო ქვია თქვენ ნაციონალები? მადლობთ. კი ბატონო. მაჟორიტარული პრინციპით არჩევნები განსხვავდება პროპორციული პრინციპით არჩევნებისგან და გულისხმობს იმას, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას აგროვებს. განსხვავებით პროპორციული არჩევნებისგან, სადაც იმის მიუხედავად, რომ ეს შეკითხვა არ მომიცია მე თქვენ მიგეკითხები, რას ნიშნავს მაჟორიტარი? სიტყვა მაჟორიტარი. გიხსნით ბატონო. მე თუ ფილოლოგი ვარ და თქვენ იურისტი, თქვენ იურისტობით ხო თქვენ მოგაქვთ თავი არა, მე გეკითხები როგორც ფილოლოგი. შეკითხვა გავიგებ პასუხობ. ხო არ დამისრულებია პასუხი და არ იცით თქვენ.
რას ვიწყვიდა. მაყურებელმა ეს განსაკუთრებით არის პოლიტიკური სლენგი, რომელიც რეალურ, ასე ვთქვათ, დატვირთვას მოკლებულია, სწორი ტერმინი არის მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრი. სადაური სიტყვა გეკითხებით მაჟორიტარი რაც ნიშნავს ქართულად? უმრავლესობას ნიშნავს. უმრავლესობის პრინციპის არჩევა. მაშინ თქვენ ბოლშევიკი ყოფილხართ. ბატონო უბრალოდ თავისით არ უკრავენ ახალისება ჭირდება. მაშინ თქვენ ბოლშევიკი ყოფილხართ, მაჟორიტარი კი არ ყოფილხართ. თუ უმრავლესობას ბატონო, აი ნაციონალური მოძრაობა რატო ქვია თუ იქიდან გავაგზავნოთ? ბატონო უბრალოდ თქვენც ბოლშევიკობის კანდიდატი ყოფილხართ, მაშინ იმიტომ რომ მაჟორიტარობის კანდიდატი. მე იმიტომ გეუბნები, მე გაგიხსნით, რაც ნიშნავს მაჟორიტარი სინამდვილეში. ბატონო გურამ, თქვენ მკითხეთ, მე გიპასუხეთ ის ტერმინი, როგორ არის განმარტებული საარჩევნო კოდექსში. ეგ თქვენ განმარტეთ ფილოლოგიურ წიაღსვლები თქვენთვის დამითმია, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალური გულისხმობს ეროვნულს და სახელმწიფოებრივს ერთდროულად. რომელსაც თქვენ ახორციელებთ. რა თქმა უნდა. ეხლა ბატონი კობაჟირია მე თუ მაქვს არა, ჩემ ჯერზეც მან უნდა დასვა. მე პირველად ვარ თქვენთან. ბატონი თქვენ დასვით შეკითხვა? დიახ. გამოცდილება აქვს. თქვენ ტელეფონის ზარების შეკრების გამოცდილებაც აქვს და ამიტომ გეუბნებით რომ როდესაც შეკითხვაზე პასუხს სწორად არცემენ, ის უნდა დარჩეს, ვქიერ. უნდა დარჩეს და მაყურებელმა განსაჯოს, რამდენად გულწრფელად უპასუხა შეკითხვას დასმოს. გთხოვთ. შეკითხვა ბატონ გურამთან, დიახ. ბატონ გურამ, თქვენ მოგეხსენებათ სხვადასხვა დროს იყავით სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანების წევრი. იყავით ბლოკ აღორძინების წევრი, შემდეგ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წევრი. დღეს ხართ სახელმწიფო ბლოკის წარმომადგენელი. აი მე მაინტერესებს, რატომ ჩათვალეთ თავის დროზე რომ არა ვთქვათ აღორძინება, მაგრამ მრეწველობა აღორძინებდა ქვეყანას და მე რატომ ჩათვალეთ რომ შევარდნაძე გადაარჩენს საქართველოს. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. მე უნდა გითხრათ რომ არც აღორძინების წევრი ყოფილა არასდროს ბლოკის სიით გასული პარლამენტის წევრი. თქვენ შეკითხვას ისე სვამთ, რომ მაყურებელი შეიძლება დაიბნეს. მე გეუბნებით, რომ თქვენსავე მე მოქალაქეთა კავშირის წევრი არ ყოფილა არასდროს, არც აღორძინების წევრი არ ყოფილა არასდროს, არც მრეწველთა პარტიის წევრი არ ყოფილა არასდროს. მე ყოველთვის ვყავდა ჩემი პარტია, საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ენა, მამული, სარწმუნოება. და თუ ასლან აბაშიძეს, ან გოგი თოფაძეს, ან ედუარდ შევარდნაძეს აინტერესებდა და აინტერესებთ, რომ საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ენა, მამული, სარწმუნოება მათ გვერდით კი ისინი იდგნენ ჩვენს გვერდით, ეს ჩვენი თვითდამამცირებელი არა პირიქით ღირსება. ახლა შეეხება ჩვენს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც შეიქმნა 1999 წელს და რომელიც თქვენ მოიპარეთ და მიითვისეთ. მაშინ როდესაც მე შევქმენი, მაშინ თქვენ მე მიწოდეთ ფაშისტი, მაშინ თქვენ მე მიწოდეთ ნაცისტი და მიწოდეთ მართლმადიდებლობის დამცველი და იეღოველების მტერი. და დღეს როდესაც თქვენ ამერიკულმა იმიჯმეიკერებმა გირჩიეს, რომ საქართველოში არ შეიძლება იეღოველები ამჯობინოთ მართლმადიდებლებს, საქართველოში არ შეიძლება რომ დაკარგოთ ეროვნება, თქვენ წაგვართვით ეროვნება, თქვენ წაგვართვით მამისახელი, წაგვართვით სახელმწიფო ენა, ქართული ენა, რომელიც იმ საწყალ ფარატინა კონსტიტუციაში მერვე მუხში წერია 1995 წლიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართულიო და დღემდე ეს კანონი არ მუშაობს. და მეორეც ერთი, თქვენ იყავით, თქვენ რეზო მიშველაძეს გაარტყით კიდევაც იმისათვის, როგორ გაბედა მან, რომ ეროვნების აღდგენა მოითხოვა. ჯერჯერობით თქვენი ცდილობაა, რომ მამის ტოლაკაცადო გაარტყით და გაარტყით რატო იმისთვის, რომ ნაციონალური, ეროვნული ეროვნების წამქმნელი ხართ თქვენ. ამიტომ არ მჯერა თქვენი და მე ყოველთვის იყავი ეროვნულ პოზიციებზე და როდესაც ასლან აბაშიძე, გოგი თოფაძე, ედუარდ შევარდნაძე თუ მიხეილ სააკაშვილი მე როგორ გავიცანე? აი დღესო ქალბატონს მიდა ის მოვიდა წინამოწვევის პარლამენტში და მითხრა ბატონო გურამ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ვამაყობ რომ ვარ იმ პარლამენტის წევრი, რომლის წევრი არის გურამ შარანძე. დიდი მადლობა. თქვენი შეკითხვა ახლა ბატონო. წავიდა, ეს ჩემი პრობლემა არა. თქვენი შეკითხვა ახლა ბატონ კობა. ეს შეკითხვა არ იყო, ეს ბრალდება იყო. არა, თქვენი შეკითხვა. დიახ, ეხლა მე გეკითხებით თქვენ, ბატონო კობა, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ თქვენ შვილის ტოლაბძანდებითა და ხანდახან მე არც კი მეკადრება, ბევრ ამაში თავი გაგიკადრებთ. მეორეც ერთი, კიდე გეუბნებით, რომ თქვენ 13 მილიონი
ამერიკული დოლარი რომ სასამართლოს რეფორმებში შეჭამეთ. თქვენ, როდესაც ამერიკულმა სომხურმა დიასპორამ რამდენიმე მილიონი ჩაგიდოთ ჯიბეში, რომ წიდის და სხვა კვარციტების და მე მაგისი ნედლეულების სახელი ნაკლებად ვიცი, აი ის რომ თქვენ ჯიბეში ჩაილაგეთ თქვენ და თქვენმა ლიდერებმა და რომ დღეს თქვენი პარტიის და თქვენი ბლოკის ერთ-ერთი სახე, ლამაზი სახე, ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი რო არის და სულ უკანასკნელ ხანს, აგერ რამდენიმე კვირის უკან მან დაჭრა ვორონცოვისა და ილია ჭავჭავაძის დროინდელი გათბობის უკვე ანტიკვარად ქცეული თუჯის სხმული გათბობის და ის გაყიდა და გაანიავა ჯარდში. მე გეუბნებით რომ თქვენ ამის შემდეგ გაქვთ თუ არა გეკითხებით, გაქვთ თუ არა ამის უფლება რომ ილია ჭავჭავაძეს აგინებდა ლანძღალ და მის სურათებს ჩამოაგდეთ და ეხლა ჩამოიკიდეთ, როდესაც გაიგეთ რომ ქართული ხალხი არ გამოკლებოდათ. აკაკი წერეთელი, გალაქტიონ ტაბიძე და სულ უკანასკნელ ხანს რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი ნაგავად და ქართველი ხალხის სიმდაბრის გამოხატულება. დიდი მადლობა. აი ამას მიპასუხეთ. რა ნაციონალები ხართ თქვენ? ძალიან საინტერესო შეკითხვა. ეს იყო გრძელი ტირადა, ახსოვსე თავიდან ბოლომდე სიცრუით. რატო არის სიცრუებით? სიცრუე არის ყველა ფაქტი, რომელიც თქვენ სასამართლოში რამდენი გრანტი შეჭამეთ? ძალიან გთხოვთ რა ბატონო გურამ. სასამართლოს რეფორმაში ლიდერის ძმამ რამდენი 1000 დოლარი აიღო მოსამართლეების გამოსტების ჩაბარებაში. ბატონო გურამ. გეკითხებით? მე შეკითხვაზე პასუხი გაცემის საშუალება არ მაყურებელი ამორჩეველი თავად განსაჯოს მაყურებელმა. მეუბნება რომ ბატონო გურამ, თქვენი ყველა არა ძალიან კარგად გავიგე, ყველა თქვენი ნათქვამი არის სიცრუე, დაწყებული იქიდან რომ მე რეზო მიშველაძისთვის არ დამირთქია და თუ ის უსმენ, შეუძლია დარეკოს და დაადასტუროს დიდი ბოდიში. პროდიუსერს თქვა აქ შეიძლება ახალი არქივია და თქვენ მოვიტან ბატონო. კი ბატონო მოვიტანეთ. და ამ აღმოჩნდება რომ მე რეზო მიშველაძეს დავარტყი, მაშინ ამ ეთერი ბატონი რეზო მიშველაძე თუ გვიყურებს, ბატონო რევას გთხოვთ რა შეეხება 91 92 18. ეს კარგი აზრია ბატონო გოგა, დაგვირეკავს თუ გვისმენთ. დიახ. დაწყებული აქედან ყოველი სიტყვა იყო სიცრუე. ჩვენ მივიღეთ კანონი ბატონ რეზო მიშველაძესთან შეთანხმებით ერთიანი ფორმულებით, რომელიც აიგივებდა ეროვნებას და მოქალაქეობას. როგორც ეს არის ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მთელ ცივილიზებულ სამყაროზე რო არაფერი. დამამთავრებინეთ, არ შეიძლება ბატონო. კიდევ გეუბნებითო, თქვენ თუ ამბობთ ძალიან გთხოვთ. თქვენ ბევრი სიცრუე ბძანებთ და მე გისმენდით და დამამთავრებინეთ და მე აღნიშნეთ მე რა ვთქვი სიცრუე. გეუბნებით, ეგ არის სიცრუე, გააგრძელეთ. გასაგებია. მივიღეთ კანონი, რომელზეც ბატონი გურამი წაბძანდა პრეზიდენტთან და დაადებინა ვეტო. ეს ამ კანონს მხარს უჭერდა ბატონი რევაზ მიშველაძე და მხარს უჭერდი მეც. ეს იყო ჩვენი საერთო შეთანხმებული ვარიანტი. ესე რომ ეროვნულ რეკვიზიტის აღდგენის კანონს ვეტო დაადებინა ბატონ გურამ შარაძე. მეორე საკითხი. თქვენ ამაყობდით ბატონ გურამ, თქვენ მიგაშკათ რომ ეს ფორმულირება მიუღებელი იყო და დავიცავ რომ ეს არის ტყუილი. გააგზავნეთ კი ბატონო. ნუ ღერა თქვენ აქამდე ძალიან არხეინად იყავით და ტელეფონის ჩაწყობილი ზარებით სულ ხახარებდით თქვენ და თქვენი თანამდებობები. ბატონო გურამ. ასე არ გამოგივა. რაც უნდა ლანძღოთ, რაც უნდა მაგინოთ. მე წყობილებიდან ვერ გამომიყვანთ, იმიტომ რომ თქვენაერი ბევრი მინახია სასამართლო პროცესებზე, განსაჯულის კამპანიაზე. არ გვინდა ახლა საუბარი. ტირადა გააგზავნეთ. კი ბატონო. ძალიან გააგზავნეთ. თქვენ ჯერ ესეთი უფროსი ადამიანი ბრძანდებით. გააგზავნეთ, ამიტომ გეუბნები. არა, არ მაცლით გაგზავნება რა გავალწინებ. იცით რა? ძალიან რთულია ბატონ გურამ შარაძესთან სერიოზული საუბარი, იმიტომ რომ ეს არის იშვიათ ადამიანთაგან, რომელსაც შეუძლია შუბლის ზარღვი გაიწყვიტოს და ღია სიცრუე გეუბნებით, რომ სიცრუეს თქვენი ყველა ნათქვამი იყო სიცრუე. აქ საზღვარი. ბატონო თქვენი ამორჩეველი უყურებს ახლა ამ გადაცემას. ამიტომ ვიკავებ თავს. გთხოვთ პატრიოტეთ მაყურებელს, ამორჩეველს და გავცეთ პასუხი და ვაცალოთ ერთმანეთს. არ მაცლის ბატონო და დიდი მადლობა, გთხოვთ. წუთი დავამატოთ. მე ვთქვი, ეს იყო თავიდან ბოლომდე სიცრუე. არანაირი მართლმადიდებლობის დამცველი ბატონი გურამი არ არის და არც მიწოდები აქედან გამომდინარე. არანაირი იეღოველობის ტერი არ არის, იმიტომ რომ რაც მან რეკლამა გაუწია იეღოველების დაფინანსება რამდენჯერმე გაიზარდა იმ რეკლამების შემდეგ, რასაც ბატონი გურამი უწევდა და მე ძალიან ხშირად მეპარებოდა ეჭვი, რომ ხომ არ არის რაიმე შეთანხმებული მოქმედება, რომ მათ თავი ჩაგრულებად წარმოადგინონ დასავლეთის თვალში და ამით გაზარდონ მათი მიღებული დახმარების ოდენობა. სექტებთან ბრძოლა საჭიროა მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით. და სხვათა შორის თქვენ ერთადერთი დეპუტატი იყავით, რომელიც გამოხვედით მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ ღიად საჯარო ტრიბუნიდან.
ეხლა რა თქვა სიცრუე არ არის მეთქი თქვა არსებობს რეგლამენტი სტენოგრაფიული ჩანაწერი და დაამთავროს თუ არ გამოიწურა ბატონო კობას რო გისმენთ მე ვაცხადებ რომ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ეს ბატონი კობა დავითაშვილის ჩვეული ხერხია თავიდან ბოლომდე ორპირობა და სიცრუე ჯერ ერთი რომ რეზო მიშველაძეს რასაც დაეთანხმა ამაზე არ არის საუბარი რეზო მიშველაძე როდესაც ეროვნებისა და მამისახელის აღდგენას ითხოვდა და რა მაშინ როდესაც იმათ თავის შუაზე რა გააკეთეს აი მაშინ იყოს ოდის დაპირისპირება და მე ხვალ მოგიტანთ ვიდეო ფირს მეორე მართლმადიდებლობაზე და რაც დაიდო ხელშეკრულება მეწავედი იმ მუხლის წინააღმდეგი რომელსაც კობა დავითაშვილი და მისი პარტია რომ ემხრობოდა რომ მე წავედი იმის წინააღმდეგი რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგია იყო მართლმადიდებლობა მე მოვითხოვდი სახელმწიფო რელიგია იყო და უნდა იყოს მეთქი აი ეს უნდა იყოს რო არ ჩაწერეს მე შენიშვნა გავაკეთე ხელი რომ მოაწერე ამ ერთ მუხს არ ვეთანხმები საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს დღევანდელ ეკლესიის მესვეურებს ქართულ საზოგადოებას არ აქვს უფლება წარსულს ჩააბაროს მართლმადიდებლობა როგორც სახელმწიფო რელიგია დიდი მადლობა დამამთავრებით კიდევ ერთხელ გეუბნებით კაცი რომელმაც ჯვარსაცვა გლდანის ეპარქია ჯვარსაცვა მოძღვარი მამა ბასილ კალავიშვილი და დააბეზღა მან და მისმა პარტიამ სტრასბურგში ევროსასამართლოში და ევროსაბჭოში და კაცი ჭამიებათა და მთელ საქართველოს მოჭრეს თავი და შეულახეს იმიჯი ის კაცი როგორ ბედავს ჩემთან ლაპარაკს და მართლმადიდებლობაზე იეღოველებაზე საუბარს კი ბატონო ეს შეკითხვის ფორმით იყო დასმული ტყუილად ცდილობს ბატონი გურამი ბატონ კალავიშვილის მომხრეთა გადაბირებას მე პატივისცემას სასულიერო პირზე ბატონი ალაპარაკობენ სასულიერო პირი ჩემთვის ბატონო გურამ არის ის რომელსაც სასულიერო პირად აღიარებს საქართველოს საპატრიარქო ჩვენ შესანიშნავად მოგვეხსენება ორივეს რომ საქართველოს საპატრიარქო არ აღიარებს ბატონ ბასილს სასულიერო პირად აქედან გამომდინარე მე როგორც პატრიარქს ოდესაც თქვენ და თქვენმა ჯგუფმა მიწერა რომ ის არის ფაშისტი ის არის ნაცისტი ახლა გეცოდება და ახლა ავტორიტეტი თქვენთვის ილია მეორე გულიო გაუხეთქეთ არა ბატონ გურამ თქვენთვის არის ავტორიტეტი თქვენ ილიას პატრიარქის მხარდამჭერი თქვენ ახერხებთ როგორღაც იყოთ ერთდროულად მხარდამჭერი პატრიარქისაც და საპატრიარქოსთან გარკვეულებით მე ყოველთვის თქვენ ახერხებთ ერთდროულად იყოთ კალავიშვილის მხარდამჭერიც და იმ შევარდნაძის მხარდამჭერიც რომელიც დევნის კალავიშვილი მე კიდევ გეუბნები თქვენ როგორ ახერხებთ ბატონო გურამ ბატონო გურამ თვითონ კითხვის დასმის საშუალება და ბატონო გურამ ერთ-ერთ ხმას ვერ წაიღებს კალავიშვილის აი ნახავთ მაგას ერთ ამაზე არა ლაპარაკი მაგრამ ზუსტად მაგაზე იმას რომ ბატონო გურამ თქვენ გაქვთ საშუალება კითხვით მიმართოთ ახაც იყო და იქაც იყო აქაც იყო ეს თქვენი მოხვედით მოქალაქეთა კავშირიდან და შეფით ანტინაციონალური თქვენი კითხვა ბატონ კობასთან და შემდეგ პასუხი და შეკითხვა ბატონი კობასი თქვენთან მე უნდა შევეკითხო არა დიახ ჩემ შეკითხვებზე არც ეს პასუხს ან კიდევ დავუთმოთ რიგი ბატონ კობას დიახ ბატონ არა ჩემი რიგი იყო იმიტომ რომ დასვა ბატონო ბატონო ჩემ შეკითხვაზე დავუთმო კი რას ნიშნავს მაჟორიტარი მეთქი ოკე ბოლშევიკს ნიშნავსო და ასეთ რესპონდენტს მე შეკითხვას ვერ დაუსვამ რა კარგი ასეთ უვიცებს და მე თვითონაც თქვენ განათლებასთან რა თქმა უნდა ვერ მოვალ ბატონო დიახ გისმენთ მე მაინტერესებს ბატონ გურამთან კიდევ ერთი შეკითხვა რომელიც ამ წუთში დავსვი აი ის აცხადებს ამ წუთში რომ მიიჩნევს მართლმადიდებელ მოძღვრად ბატონ ბასილ კალავიშვილს ამავდროულად ის ამბობს რომ არის ასე ვთქვათ მრევლი საპატრიარქოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ამ ეკლესიამ არ ცნობს ბასილ კალავიშვილს მოძღვრად როგორ გაახერხებთ თქვენ ბატონო გურამ ერთდროულად მოძღვრათაც მიიჩნიოთ და იმავდროულად იყოთ იმ ეკლესიის წევრი, რომელიც მოძღვრად არ მიიჩნევს კალავიშვილს. მადლობთ გასაგებია შეკითხვა. და იყოთ, არა, მეორე შეკითხვა აქვე. და როგორ ახერხებთ იმას, რომ იყოთ იმ შევარდნაძის გვერდით, რომელიც ხელისუფლებას დასაჭერად დაძდევს ბასილ კალავიშვილს და იმავდროულად იყოთ ბასილ კალავიშვილის მხარდამჭერი. აი, ჩემთვის ეს გამოცანაა და მაინტერესებს. გასაგებია. მე დაგიკრავთ ას ეს იმის ბრალია ჩემო ბატონო კობა რომ 13 მილიონი ამერიკულ გრანტად რომ სასამართლოს რეფორმა მოახერხეთ თქვენ და თქვენმა პარტიის ლიდერმა და ჯერ ძმამ ჩაიდო ჯიბეში ნახევარი ფული გამოსთებზე და დღეს კიდევ კორუფციის ჭაობად რო იქცა სასამართლო დიახ კორუფციის ჭაობირვარი საქართველოს სასამართლო აი იმის ბრალია იმ სასამართლო რომელმაც გამოუტანა
ბასილ მკალავიშვილს აი ეს განაჩენი, აი ეს თქვენი და თქვენი ლიდერის დამსახურება არის. და თქვენ ლიდერი დაგავიცდათ შევარდნაძე ბატონო. მე კიდე გეუბნები. შეკითხვაზე ვერ მოვისმინე. სასამართლოს თავმჯდომარე არის ლადო ჭანტურია და სასამართლოს ყველა მოსამართლე არის გამოსთა ჩაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ვისთან და თქვენთან. ასე რომ ეს სასამართლო სანამ იქნება ასეთი და ვითომეტეს თქვენ იქნებით მისი მფარველი იმ სასამართლოს ამ სასამართლოში ჩვენ მოგვიგეთ პროცესი თუ შეიძლება პირველი ნაწილი რაც მეც მაინტერესებს როგორ შეიძლება საპატრიარქოსთანაც და კალავიშვილთანაც ერთნაირად კი ბატონო მე ვამბობ რომ დღეს არაერთხელ მithქვამს და არაერთხელ დამიწერია რომ საქართველოს საპატრიარქოს აქვს თავისი პრობლემები და ამ პრობლემებს არ უნდა არც მიჩუმათება, არც შელამაზება, არამედ დახმარება ჭირდება და აღმოფხვრა ჭირდება. საქართველოს საპატრიარქოში ბევრი ისეთი მოუკვეთავი სასულიერო პირია, რომელიც კალავიშვილზე ბოდის მოვიხდი და ბევრი მოკვეთას იმსახურებს. აი მაგალითად თქვენ რო წახვიდეთ, ბატონო გოგა, ტვერელის ეკლესიის და საქართველოს თაწმინდის, ჩვენი ქვეყნის უწმინდესი ადგილის დამამახინჯებელი სახლი, რომელიც შენდება მიხეილ ტვერელის ეკლესიის გვერდით, ის არის მღვდელი აშენებს იმას ზარზმის მღვდელი. რო ავედი და მეთქი მაფიოზი გამოხდება ვიღაცა და ის მეთქი ბიზნესმენი მეთქი, ჩვენთან ხო ბიზნესმენები მაფიოზები არიან და ფულის მკვლეფეები არიან ხალხის ზურგზე. გამოვიდა მღვდელი ანაფორიანი და მეუბნები, ბატონო გურა, რაზე შეძულხებულ ხართ? მეგონა ტვერელის ეკლესიიდან გადმოვიდა რომ დამინახა ჩემი პატივისცემისათვის და ვიმზადებით მეთქი და მე ვაშენებ ამ სახლს. მე მოვედი იმიტომ რომ გავიგო ვინ ანგრევს თაწმინდას და ვინ ანგრევს ჩვენს სიწმინდეს. მე ვაშენებ რატომ აკო სასტუმრო უნდა ავაშენო და ფული უნდა გავაკეთო. დიდი მადლობა. ახლა ეს კაცი და ასეთები რამდენი კიდათ ახლა კიდე სახელობით ჩამოგითვალოთ. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ პატრიარქს რომ ისეთი რაღაცები რომელიც გამოსასწორებულია გამოსწორდეს. მათ შორის ბასილ მკალავიშვილი, მამა ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი დაუბრუნდეს დედა ეკლესიას. და მე ამას ახლა თუ მისმენს ბასილ მკალავიშვილი მრევლი ის დამერწმუნება რომ ბევრჯერ მithქვამს მათთვის. დიდი მადლობა ბატონო გურა. აი ამ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ჩემი მომენტი იქნება რომ ბასილ მკალავიშვილი დაუბრუნო თავის მრევლს და ბასილ მკალავიშვილის მრევლი დაუბრუნო დედა ეკლესიას და გამოიყვანო ბერძნული ეკლესიის. გასაგებია თქვენი პოზიცია. ბატონო გურამ, თქვენ დაგვრჩათ ერთი კითხვის დასმის საშუალება, გთხოვთ თუ გაქვთ სურვილი ბატონ კობასთან. თორე და გადავიდეთ რეპლიკებზე. დიახ, იმიტომ რომ არავითარი სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემ შეკითხვაზე ისეცავე ოკლობოკლო და სრულ პასუხებს გამცემს, რომ არავითარი სურვილი არ მაქვს. ამაზე ამორჩეველმა იფიქროს და ამორჩეველი განჭის, დროებით ზღვარზე რეპლიკების დროა. ბრუნდებით დროებით ზღვარზე, დადგა რეპლიკების დრო, გისმენთ. გთხოვთ. თუნებას მომცემთ, ჩემს რეპლიკას ეკრება რიტორიკული კითხვის სახე. ძალიან მინდოდა ბატონი გურამისთვის მეკითხა წერან. რიტორიკა ხელოვნებაა, ასე რომ ძალიან კარგია ეს. დიახ. ძალიან მინდოდა მეკითხა ბატონი გურამისთვის. თქვენი აზრით ბატონო გურამ. რბილად რო ვთქვათ, რამდენად ლოგიკურია სხვების კითხვა თქვენ წინათ შევარდნაძესთან იყავითო იმ კაცისგან, ვინც ახლა შევარდნაძესთან. ბატონო გურამ, ეს არის რიტორიკული კითხვა, შეკითხვას ნუ გასცემთ ძალიან ვთქვათ ბატონო გურამ. დიდი მადლობა რეპლიკისთვის. მეორე იარუსზე გთხოვთ ხალბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო გურამ, ბატონო კობა. მე ვინდა დავაფიქსირო ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის აზრი, მე ვიზიარებ თქვენს პოზიციას და ბატონი გურამი ნამდვილად ჩემის აზრით ღირსია როგორც მაღალი ინტელექტის მქონე მოქალაქე, გაწონასწორებული და ეროვნულად შემართული, ნამდვილად იყოს მომავალ პარლამენტში და მან მიიღოს დეპუტატის მანდატი. მე როგორც რიგითი მოქალაქე ნამდვილად იმედიანად ვიქრძნებ. დიდი მადლობა, გასაგებია. რეპლიკები? ბატონო გურამ, თქვენი ბობოქარის საქმიანობა აქაც და საერთოდ მახსენებს ანტონ ჩეხოვის ერთი მოთხრობის ლიტერატურულ გმირს. დასავლად არის უნტერ პრიშიბეევი მთელ სოფელს ქვეყანას ასწავლიდა და ეინტრიგანებოდა და ეშარებოდა. იმისგან განსხვავებით იმან არიცოდა რატო აკეთებდა ამას და თქვენ ძალიან კარგად იცით რატომ რისთვის და ვისთვის აკეთებთ ამას. ეგ ერთი და მეორე, ჩვენი ასაკის კაცს, აი ესეთი ახალგაზრდა კაცი არ უნდა ასწავლიდეს როგორ უნდა სიდინჯე, სიმშვიდე და მოსმენა ოპონენტის. დიდი მადლობა. არ მინდა თქვენი პასუხი, არ მინდა. მე ვარ
დიდი მადლობა, დიდი მადლობა. პასუხების დროა. ძალიან ხოთ ბატონო გურამ, რეპლიკის სურვილი. მეცნიერო ნაციონალურ მოძრაობაში ანტონ ჩეხოვი გაუგონია და მით უმეტეს სწავლობს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რეპლიკის დიახ, ხოთ პირველი იარუსი გისმენთ. ამ პოლიტიკურ ვაკხანალიაში გთხოვთ ჩვენმა საზოგადოებამ ჩემის დაკვირვებით ერთი ასეთი ფიქრობ სრულიად საფუძვლიანი და ლოგიკური დასკვნა გამოიტანა. ეგრეთ წოდებული ნაციონალისტები, რომლის წარმომადგენელიც აგზანდება დღეს, წარმოადგენენ სინამდვილეში იმ ძალას, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე შევარდნაძის დახმარებით მოევლინენ ქვეყანას. ისინი ასევე დღესაც სწორედ შევარდნაძის სახელის მეშვეობით ცდილობენ დაიმკვიდრონ და განიმტკიცონ თავიანთი პოზიციები ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთმა ოდიოზურმა პოლიტიკურმა ძალამ. დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი პოზიცია. განსხვავება იმაშია, რომ თუ ადრე ისინი შევარდნაძის გვერდით დგომით და მის კალთაში ჯდომით აღწევდნენ ამას, დღეს ისინი შევარდნაძის ლანძღვით აღწევენ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფორმალურია, სინამდვილეში აქ ობიექტი ერთია, ხოლო შეიცვალა მხოლოდ ნაციონალისტების. დიდი მადლობა, გასაგებია, გამორთეთ მიკროფონი. ნაციონალებიდან გთხოვთ რეპლიკას. ბატონო გურამ, მეგობრებო, აქ მე ერთ საკითხს გავუსვამ ხაზს ხოლმე. მე მგონი ყველა ქართველი ერის გამთლიანებაზე ენა მამული ეს თქვენი მოწოდება და თქვენ პირდაპირ აი თქვენ დემაგოგიით თიშავთ ერს. და ბატონო გურამ იქნებ უკვე დააგვიანეთ თქვენ იმისიის შესრულება, რომელიც ოცნებაში შეიძლება გქონოდა თქვენ, მაგრამ ამის უფლებას ერი არ გაძლევთ თქვენ და მოდით შეეგუეთ იმას, რომ თქვენ თქვენი ადგილი ნახოთ იქ, სადაც ფილოლოგია ქვია, ჯერ კიდევ გვიან არ არის. დიდი მადლობა. გასაგებია. დიდი მადლობა. რეპლიკა, სახელმწიფო ბოლო რეპლიკა. ვის გსურთ? დიახ, ხალბატონო. ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენ რომ მოუწოდებთ ბატონ გურამს თავისი ადგილის მონახვისაკენ. არც მაინტერესებს თქვენ ვინ ახართ, იმიტომ რომ თქვენ დირიჟორი ხართ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ნაციონალური დელეგაციის. ბატონმა გურამმა არაჩვეულებრივად იცის თავისი ადგილი, თავისი საქმე, რომელ ბლოკშიც არ უნდა იყოს განსხვავებით თქვენი ლიდერისაგან, ის იქნება ეროვნული, დაიცავს მართლმადიდებლობას, დაიცავს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ქართველი ერის ინტერესებს თქვენგან განსხვავებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, გამორთეთ მიკროფონი. ბოლო რეპლიკა. დიახ, გისმენთ. ბატონო გურამ, თქვენ რო შემოხვედით დაწყებისთანავე თქვით, რომ ბატონი კობა და ნიშა სააკაშვილს უწოდეთ ჰანიბალები და მთელი საქართველოსთვის და აქ მდგომი ხალხისთვის მიმინდვია თქვენი სახელწოდების აღნიშვნა. გასაგებია, დიდი მადლობა. ჰანიბალი არის ჩემი პრობლემა. ინტერაქტივი გთხოვთ. შემოვიდა 2264 ზარი. ბატონო გურამ, შემოვიდა ამ დროისთვის 2264 ზარი. კობა დავითაშვილი 66.4%, 33.6% ეს არის თქვენი მაჩვენებელი ბატონო გურამ, მაგრამ ეს მხოლოდ სატელეფონო ინტერაქტივია და სატელეფონო ინტერაქტივის შედეგებია, რეალურ შედეგებს ჩვენ ყველა 2-დან 3-ზე ღამე შევიტყობთ, არჩევნებამდე კი რჩება უკვე თვეზე ნაკლები. 30 დღე გემშვიდობებით სამშაბათამდე, თქვენ კი დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ყველაფერი ბოლომდე. დიდი მადლობა. ზუსტად გიხადოთ და მადლობა გითხრათ, რომ დიდ არჩილ გომიაშვილს ყავს ასეთი შესაძლებლობა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ბატონო კობა. რამდენიმე წუთში კი ქრონიკა პლუსი დღის უმთავრესი მოვლენებითა და ამ მოვლენების ანალიზით. გემშვიდობებით სამშაბათამდე ნახვამდის.